დღეს გვაქვს აუდიტის ჯგუფის ხდომა. დღის წესრიგში არის ორი საკითხი. პირველი სიბ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საახსრულებო პროცესის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. პერიოდი მოიცავს 20-23 წლებს და 24 წლის პირველ ნახევარს. გაცემულია 7 რეკომენდაცია. მეორე არის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა ზოგადი განათლების სფეროში, ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. მოიცავს 18-23 წლებს და გაცემული არის 4 რეკომენდაცია. ტრადიციულად აუდიტი წარმოადგენს თავის მიგნებებს, რეკომენდაციებს, შემდეგ პასუხი და დეპუტატებს თუ სურვილი ექნებათ დასვამენ შეკითხვებს, რაც უჩიდაც დაჭირდებათ. როგორც მოგეხსენებათ, პირდაპირ ეთერში გადის და დანარჩენი გზადაგზა გვაჩვენებს ყველაფერს მუშაობა. კარგი, თუ რაიმე შენიშვნა არ არის, დავიწყოთ მუშაობა. აუდიტს ხომ არ აქვს რაიმე? კარგი, მაგრამ ვინ წარმოადგენს პირველ ანგარიშის აღსრულებას? მოგესალმებით. ესე იგი ვიწყებთ აღსრულების ეროვნული ბიუროს საახსრულებო პროცესის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშით. ორი სიტყვით ვიტყვი, რომ თვითონ სფერო არის საკმაოდ მკაცრად კანონმდებლობით დარეგულირებული, შესაბამისად არ იყო მარტივი აუდიტორებისთვის ეფექტიანობის აუდიტის ჩატარება ამ ნაწილში, თუმცა მაქსიმალურად ვეცადეთ გამოგვევლინა ის პროცესები, ის მიგნებები და რეკომენდაციები გაგვეცა, რომელიც ემსახურება ამ უწყების ეფექტიანობის გაუმჯობესებას. პრეზენტაციას წარმოგიდგენთ გიორგი ხარატიშვილი, რომელიც უშუალოდ გახდათ აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი. მადლობა. კარგი, სანამ დაიწყებდეთ გიორგი, რომ გაგვიადვილდეს მუშაობა, მოგახსენებთ ვინ ესწრებას ხდომას დეპუტატებს მიმართა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან ქალბატონი სოფიო დვალიშვილი, გენერალური აუდიტორის მოადგილე, ბატონი ფრიდონ შენგელია, თავდაცვის საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, ბატონი გიორგი კაპანაძე, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, ბატონი ბექა მაისურაძე, უფროსი აუდიტორი, ქალბატონი მარია მაჩიტიძე, უფროსი აუდიტორ ასისტენტი და ბატონი გიორგი ხარატიშვილი, აუდიტორი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან ბატონი ლაშა მაღრაძე, მინისტრის პირველი მოადგილე, ქალბატონი სოფიკო ვაჩეიშვილი, სამინისტროს ეკონომიკური სამსახურის უფროსი, ბატონი ბეჟანო ბგაიძე, აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსი, ქალბატონი სოფიკო ლოქაბიძე, ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. კი ბატონო. მოგესალმებით. სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სიბ აღსრულების ეროვნული ბიუროს საახსრულებო პროცესის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. აუდიტის ობიექტი სიბ აღსრულების ეროვნული ბიურო. აუდიტის მიზანი იყო შეეფასოს რამდენად უზრუნველყოფს სიბ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები ეფექტიანი აღსრულების წინაპირობების შექმნას. ამასთანავე შეისწავლოს სისტემაში არსებული გამოწვევები და გასცეს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს დროულ და ხარისხიან საახსრულებო წარმოებას. აუდიტის პერიოდად განისაზღვრა 2020-2023 წლები და 2024 წლის პირველი ნახევარი. აუდიტის ტიპი არის ეფექტიანობა, დამტკიცდა ანგარიში 2024 წელს გაცემული რაოდენობა რეკომენდაციებისა შეადგენს 7-ს. პირველი საკითხი: საახსრულებო პროცესის მონიტორინგის სისტემის გამოწვევები. ბიუროში არსებული მონიტორინგის სისტემით არ ხდება დეტალური მონაცემებით აღმასრულებლების წარმოებაში არსებული საქმეების სტატისტიკის წარმოება. ასევე ბიურო მოკლებულია შესაძლებლობას ყველა საახსრულებო მოქმედების შესახებ მონაცემები დაამუშავოს საახსრულებო წარმოების ელექტრონული პროგრამის გამოყენებით. საჭირო მონაცემების არარსებობის პირობებში კი საქმეებზე მონიტორინგი არასრულყოფილი ხასიათისაა და ვერ უზრუნველყოფს აღსრულების დროში განხანგრძლივებისა და არაეფექტიანი წარმოების გამომწვევი მიზეზების სრულ იდენტიფიცირებას. მონიტორინგის სისტემის ფარგლებში აღმასრულებლების მიერ პერიოდულად საქმეთა ნუსხის წარმოუდგენლობა და შესაბამისად თითოეულ საქმეზე განხორციელებული ქმედებებისა და შემაფერხებელი გარემოებების ანალიზის არარსებობა იწვევს წარმოების მიმდინარეობის შესახებ არასრულ ახმას და შემდგომი ქმედებების განუხორციელებლობას. მიმდინარე და დასრულებულ საქმეთა რეესტრი სრულყოფილად ვერ ასახავს ბიუროში წარმოებაში არსებული საქმეების შესახებ ინფორმაციას და ვერ ჩაითვლება სრულად და სანდოდ. საქმეთა სიმრავლიდან გამომდინარე აუდიტის ჯგუფი მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს ყველა საქმის რეალური სტატუსი და რაოდენობრივი მაჩვენებლები. ბიუროს განმარტებით დაწყებულია შესაბამისი ქმედებები აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად.
საკითხი მეორე, საახსრულებო კანონმდებლობაში არსებული გამოწვევები იყოფა ორი მიმართულებით. ზოგიერთ კატეგორიის საქმეზე ახსრულების წესების გამოწვევები. კანონმდებლობა ბიუროს ყველა საახსრულებო საქმესთან მიმართებით არ ანიჭებს შესაბამისი იძულებითი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობას. ზოგიერთი კატეგორიის საახსრულებო საქმეში, მაგალითად, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამოსწორება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოების ჩატარება და დასაბუთებული გადაწყვეტილებების გამოტანა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების საქმეები, მაგალითად, ბიუროს ქმედებები გამოიხატება მხოლოდ მოვალესთან კომუნიკაციაში. ბიურო ვერ ახორციელებს იმგვარ საახსრულებო მოქმედებას, რომელიც მოვალის ჩართულობის გარეშე უზრუნველყოფს სამართლებრივი და ფაქტობრივი შედეგების დადგომას. მეორე მიმართულება. საახსრულებო წარმოებას მონაწილე პირებისათვის შეტყობინების ჩაბარება. კანონმდებლობა ბიუროს ანიჭებს ფართო უფლებამოსილებას, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, შეტყობინების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს. ბიუროს მიდგომა არაერთგვაროვანია. ძირითადად ბიურო მხარეს შეტყობინებას უგზავნის კონტრაქტული კომპანიის გამოყენებით, რეგისტრირებული მისამართის მიხედვით. თუმცა ჩაუბარებლობის შემთხვევაში არ იყენებს შეტყობინების გაგზავნის ყველა შესაძლო საშუალებას. ასევე რიგ შემთხვევებში ბიურო მიმართავს განსაკუთრებულ ძალისხმევას, რაც ზრდის ადამიანური და მატერიალური რესურსების არაეფექტიანი გამოყენების რისკს. ანგარიში შეეხო გამოსახლების ტიპის კატეგორიის საქმეებში არსებულ გამოწვევებსაც. გამოსახლების საქმეები განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა, კანონი ითვალისწინებს განსაკუთრებულ ვითარებაში მორალის ზოგად ნორმებთან შეუსაბამობის გამო საახსრულებო ქმედებების გადადებას. აღნიშნული მოტივით გადადებულ საქმეებში ფაქტობრივი მოცემულობების უცვლელობის მიუხედავად ვადის გასვლის შემდეგ გადაწყვეტილება ახსრულდება. გამოსახლების ტიპის საქმეებზე ხანდაზმულობის სპეციალური ვადა არ არის დადგენილი, რაც ბიუროს უტოვებს ფართო უფლებამოსილებას განსაზღვროს იძულებითი გამოსახლების თარიღი. ბიუროს გამოსახლების პროცესის თარიღის განსაზღვრისთვის სახელმძღვანელო პრინციპების დასადგენად ოფიციალური დოკუმენტი არ შეუმუშავებია. ბიუროს დაევალა მთავრობის დადგენილებით საცხოვრისიდან გამოსახლების საქმეებზე სტატისტიკის წარმოების დეტალური და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის შექმნა. ბიუროს მიერ დაწყებულია გამოსახლების საქმეებზე სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგიის შემუშავება. აღნიშნული საკითხების მიმართულებით გაიცა რეკომენდაციები. რეკომენდაცია ნომერი 1. საახსრულებო საქმეების მიმდინარეობაზე ეფექტიანი მონიტორინგის, კერძოდ ახსრულების პროცესში განხორციელებული ქმედებებისა და შემაფერხებელი გარემოებების გონივრული პერიოდულობით ანალიზის მიზნით ბიურომ უზრუნველყოს თითოეული მიმდინარე და დასრულებული საქმის მოცემების გადამოწმება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. ასევე შეიმუშაოს ფორმა, რომელშიც მოცემული იქნება საქმეებთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაცია. შესრულების სტატუსი არის მიმდინარე. რეკომენდაცია ნომერი 2. ბიურომ იმსჯელოს საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაზე იმ ტიპის საახსრულებო წარმოებებისთვის, რომლებშიც იძულებითი ახსრულების ღონისძიებები შემოიფარგლება მხოლოდ მოვალესთან კომუნიკაციით. რეკომენდაცია ნომერი 3. ბიურომ შეტყობინების ჩაბარების პროცესში რესურსების გონივრული გამოყენების მიზნით შეიმუშაოს წესი, რომელიც განსაზღვრავს საქმეთა სპეციფიკის მიხედვით შეტყობინების გაგზავნისა და ჩაბარების ფორმებს. მადლობთ. შეკითხვები თუ არ არის, შემდეგ დავსვათ შეკითხვები, როცა პასუხი იქნება, ხო, ბატონო ბეჟან? თუ კი. ხო, ჯობია, კი ბატონო. ბატონო ლაშა, ვინ უპასუხებს თქვენიდან? ბატონო ლაშა, ვინც პირველად ბრძანდება, ჩვენი ინტერესი არ არის რაღაც გარე დამატებითი რაღაცის შესწავლა. ჩვენი ინტერესია გაცემული რეკომენდაციებს თუ ეთანხმებით და თუ ეთანხმებით, როდის შესრულდება ეს რეკომენდაციები. თუ არ ეთანხმებით, მაშინ განხილვის საგანი იქნება და განვიხილავთ. კი ბატონო, გისმენთ. ბატონო თავმჯდომარე, ქალბატონო და ბატონო მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, რა თქმა უნდა. ორიოდე სიტყვით შესავალს გავაკეთებ იმ თვალსაზრისით, რომ სისტემური და ინსტიტუციური განვითარებას არის უწყვეტი პროცესი, ცხადია. აქედან გამომდინარე იუსტიციის სამინისტრო და მისი ქოლგის ქვეშ მოქმედი საჯარო სამართლის პირები, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად არიან ორიენტირებული იმ კუთხით, რომ კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი და ეფექტიანობა საახსრულებო საქმის წარმოების. ცხადია, ის რეკომენდაციები, რომელიც არის შემუშავებული გენერალური აუდიტის სამსახურის მიერ, არის
ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი და საყურადღებო აღსრულების ეროვნულ ბიუროსთვის და იუსტიციის სამინისტროსთვის და ბუნებრივია იუსტიციის სამინისტრო როგორც ერთგვარი მაკონტროლებელი ორგანო გამოხატავს მზაობას, რომ ამ პროცესში იყოს მაქსიმალურად ჩართული და თავის მხრივ აღსრულების ეროვნულ ბიურო ცხადია უზრუნველყოფს იმ რეკომენდაციების იმპლემენტაციას, რომელიც გათვალისწინებული არის გენერალური აუდიტის სამსახურის მიერ მოცემულ დასკვნაში. აქედან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ უკვე შემუშავებული არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც არის გაწერილი როგორც მიმდინარე, ასევე მომდევნო, ასე ვთქვათ, ერთ წელზე და ბუნებრივია აღსრულების ეროვნულ ბიურო მთელი თავისი რესურსით იქნება მობილიზებული იმისათვის, რომ აღნიშნული რეკომენდაციების, ასე ვთქვათ, შემდგომი იმპლემენტაცია მოხდეს. რაც შეეხება თუ ვინ ისაუბრებს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მხრიდან გაცემული რეკომენდაციების, ასე ვთქვათ, ვინ დააფიქსირებს პოზიციას, ბუნებრივია ამ შემთხვევაში აღსრულების ეროვნულ ბიუროდან შესაბამისად იქნება იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი. მოგესალმებით, მე გახლავართ სოფიკო ლოქაბიძე. მოკლედ, როგორც ფორმატი ითვალისწინებს დღის წესრიგის, მოგახსენებთ ჩვენს პოზიციას გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით და ასევე შესრულების გეგმის შესახებ მოგაწვით მოკლე ინფორმაციას. რეკომენდაცია 1, როგორც გააშღერა აუდიტის სამსახურმა, ეხება სააღსრულებო პროცესის მონიტორინგის სისტემის გამოწვევებს. აქ შეგვიძლია რომ რეკომენდაცია გავყოთ ორ ნაწილად. პირველი ეს ეხება სააღსრულებო წარმოების ელექტრონულ სისტემას. მოგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2010 წლიდან აღსრულების ეროვნული ბიუროს მართვაში იმყოფება ელექტრონული სისტემა, რომლის მეშვეობითაც ვახორციელებთ სააღსრულებო წარმოებას. პირველი მიგნება, რაც აუდიტის სამსახურმა შემოწმების პერიოდში დაადგინა, ეხება სწორედ სტატუსებს, რომლებიც სისტემაში, ანუ ელექტრონული საქმის წარმოების სისტემაში არსებობს. შესაბამისად, ამ ნაწილში გაცემული რეკომენდაცია, რაც გულისხმობს გადახედვას სააღსრულებო წარმოების სისტემაში საქმის სტატუსებთან დაკავშირებით მისაღებია და როგორც გაჟღერდა კიდეც მიმდინარეობს ამ კუთხით შესაბამისი სისტემური ცვლილებები. აქ მარტივად რო გითხრათ, საქმე ეხება მხოლოდ სისტემურ სტატუსებს, რომელიც შეიძლება იყოს გამორჩენით გამოწვეული ან სისტემური შეფერხებით. შესაბამისად, ამ ნაწილში ჩვენ ვეთანხმებით რეკომენდაციას და განსახორციელებელი აქტივობა, რომელიც მოიცავს 1 აპრილიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდს, განსაზღვრულია, რომ უნდა შემოწმდეს საქმის ფაქტობრივი სტატუსები და ისინი შესაბამისობაში მოვიდეს სააღსრულებო წარმოების ელექტრონულ სისტემასთან. მეორე მიმართულება ამავე რეკომენდაციის ნაწილში გახლავთ ეგრეთ წოდებული ფორმალიზება პროცესების, რაც გულისხმობს იმას, რომ კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს სტატისტიკური მონაცემების დამუშავების წესები, მათი ავტომატიზაცია განხორციელდეს, ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ, ადამიანური საფრთხეების შესაძლოა ხშირად გულისხმობდეს გარკვეულ უზუსტობებს. სწორედ ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ დაიხვეწოს საქმის წარმოების დროს სტატისტიკის წარმოების მეთოდები, რაც სრულად განხორციელდება საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით და ამ ნაწილშიც მაქსიმალურად შემცირდება ადამიანური ჩარევა, რაც შედეგად მოგვიტანს იმას, რომ სტატისტიკური მონაცემები იქნება ზუსტი და იდენტიფიცირებადი გახდება ის შეფერხებები თუ დროის ფაქტორები, რაც კონკრეტულ საქმეში არსებობს. ამ ნაწილში ჩვენ რეკომენდაციას ვეთანხმებით, გათვალისწინებული გვაქვს, რომ 1 თებერვლამდე 2026 წლის შემუშავდება ეგრეთ წოდებული მეთოდოლოგია, რაც დაადგენს სტატისტიკის წარმოების მეთოდებს და შემდგომში ეს დაინერგება პრაქტიკაში, რაც გამოიწვევს პერიოდულ მონიტორინგს ამ პროცესებზე. მეორე რეკომენდაცია, როგორც აუდიტის ჯგუფმა გააჟღერა, ეს ეხება საკანონმდებლო ნაწილს, როგორც მოგეხსენებათ, შემოწმება გულისხმობდა მათ შორის საკანონმდებლო ბაზის განსაზღვრას, რამდენად არის საკმარისი საკანონმდებლო ბაზა იმისათვის, რომ ეფექტიანად განხორციელდეს სააღსრულებო წარმოება. ამ მიმართულებით იმით გათვალისწინებით, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო არ არის უფლებამოსილი ინიციატივა წარადგინოს საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით, როგორც გაჟღერდა რეკომენდაცია შემოიფარგლება მხოლოდ მსჯელობაზე, რამდენად არსებობს საჭიროება იმისა, რომ განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები. აქ რამდენიმე კატეგორია გვაქვს საქმეების, რომელზეც აუდიტის მიგნების გათვალისწინებით შესაძლოა საჭირო იყოს მეტი უფლებამოსილებებით აღჭურვა ბიუროს იმისთვის, რომ ეფექტიანი გახდეს პროცესი. ამ ნაწილში, ვინაიდან ფორმულირება რეკომენდაციის ეხება, რომ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, საჭიროა თუ არა რაიმე დოზით ცვლილების განხორციელება, ეს ეხება მაგალითად სხვა კატეგორიის, დემონტაჟის კატეგორიის, შრომითი კატეგორიის საქმეთა აღსრულებას. ამ ნაწილში მოკლედ მინდა გითხრათ, რომ
სახალხო დამცველის ანგარიშშიც გაკეთდა აქცენტი იმაზე, რამდენად საკმარისია საკანონმდებლო ბაზა იმისათვის, რომ ეფექტიანად აღსრულდეს შრომითი კატეგორიის საქმეები ან გამოსახლების საქმეები. ამ ნაწილში ჩვენ ინიციატივა საკანონმდებლო ცვლილების ისედაც გვაქვს მომზადებული და პარლამენტის დავალების შესაბამისად წარმოდგენილია წინადადების სახით. რაც შეეხება ამ შემთხვევაში, ამ რეკომენდაციასაც ჩვენ ვეთანხმებით, როგორც ზედამხედველი ორგანო, როგორც მოგეხსენებათ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, ჩვენ შევიმუშავებთ, დავაიდენტიფიცირებთ საკითხებს იმის შესახებ, არის თუ არა საჭირო რაიმე დოზით საკანონმდებლო ცვლილება. როგორც გითხარით, პირველი აქტივობა ამ რეკომენდაციის შესასრულებლად ეხება არსებული საკანონმდებლო ბაზის ანალიზს, რომლის შესრულების ვადად გათვალისწინებული გვაქვს 2025 წლის 1 ოქტომბერი. შესაბამისად რეკომენდაციის აქტივობა არის მიმდინარე სტატუსით. მეორე ეს უკვე ეხება მომზადდება ცვლილების პროექტი და წარედგინება სამინისტროს. ესეც ჩვენთვის გათვალისწინებულია როგორც მისაღები რეკომენდაცია და შესრულების ვადად მითითებული გვაქვს 2026 წლის 1 თებერვალი და ამ შემთხვევაში მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ინიციატივა საჭიროებს საპარლამენტო მხარდაჭერას და თუ კი რეგულაცია კანონად გადაიქცევა, მაქსიმალურად ვიქნებით შესაბამისობაში იმ რეკომენდაციასთან, რაც გაცემულია ანგარიშის მიერ. მესამე საკითხი ეს ეხება საახსრულებო წარმოების პროცესის მონაწილეთა ინფორმირებას. მოკლედ გეტყვით, რომ ჩვენი კანონმდებლობა გაწერს იმ პროცედურას, როგორ უნდა მოხდეს წარმოების მონაწილეთა ინფორმირება და მითითებითი ნორმა გვაქვს, რითაც დგინდება, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა გამოიყენება ამისათვის. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც გარკვეულ რეგულაციას ადგენს, თუმცა როგორც მიგნებაშიც არის მითითებული, ამ ნაწილში საჭიროა შიდა ორგანიზაციული მეთოდოლოგიის შემუშავება იმისათვის, რომ უფრო დეტალურად განისაზღვროს რა კატეგორიის საქმეებზე, რა ფორმით უმჯობესია მხარეთა ინფორმირება. ეს რეკომენდაციაც ჩვენ განხილული გვაქვს და წარდგენილია როგორც მისაღები. გეგმა გულისხმობს 2026 წლის 1 თებერვალამდე ორი აქტივობის შესრულებას. პირველი ეს ეხება კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზს, იმისათვის, რომ დაიდენტიფიცირდეს კიდევ უფრო უკეთესად სასამართლო მიდგომა, როგორია მხარეთა ინფორმირების სტანდარტთან დაკავშირებით და მეორე ეტაპი ეს გახლავთ შემუშავდება და დამტკიცდება მხარეთა ინფორმირების წესი, ამით საბოლოო შედეგი მიღწეული იქნება და უფრო მეტად დაინერგება ერთიანი წესები და პრაქტიკა საახსრულებო წარმოებაში მხარეთა ინფორმირებასთან დაკავშირებით. მე მგონი მეტი დიდი მადლობა ამ უწურავი პასუხისათვის. თუ გაქვთ შეკითხვა, კი ბატონო, გისმენთ, ბატონი ბეჟანი, ბატონო. მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო. ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ვეხებით და მნიშვნელოვან სამსახურს. ასრულების ეროვნულ ბიუროს ის ფუნქცია აქვს, რომ საბოლოოდ სასამართლო გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებული. ეს გარკვეულწილად ახმას უნდა ტოვებდეს საზოგადოებაში, რომ მისი გადაწყვეტილება სამ ინსტანციაზე გაწერილი შეიძლება იყოს ასე, რომ მივიდა აღსრულების ბიუროში და აღსრულების ბიურომ ეს აუცილებლად უნდა შეასრულოს. ეხლა რაც ტექნიკური შენიშვნები იყო, მე დარწმუნებული ვარ, სამსახური ამას გამოასწორებს იმ ვადებში, რაც წერია, მაგრამ აქ იყო საუბარი და ჩემი ახმა ასეთია, რომ გარკვეულწილად საკანონმდებლო ინიციატივები ძალიან ბევრია მისაღები, იმიტომ რომ საბოლოოდ გადაწყვეტილება თქვენ თვითონ აღნიშნეთ, რომ არის ესეთი საკითხები, რომელიც კიდევ მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებას ან ახალ საკანონმდებლო ინიციატივას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მართლა დროულად არის გასაკეთებელი, იმიტომ რომ ძალიან დიდი პრაქტიკა დააგროვეთ თქვენ უკვე ამ სამსახურმა და უკვე უნდა მოხდეს გაანალიზება და ჯამის გამოყვანა იმისა, თუ რა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა არის საჭირო. ეს სასწრაფოდ არის გასაკეთებელი, იმიტომ რომ მაშინ გარკვეულწილად ჩვენ ზიანს ვაყენებთ სასამართლო სისტემასაც, იმიტომ რომ თუ სასამართლოში გავიმარჯვე და მივედი აღსრულების ბიუროში და წლები ეს არ სრულდება, მე არ ვიცი გადაწყვეტილება სასამართლო იღებს, ხო ის უნდა აღსრულდეს. მე მესმის რომ რამოდენიმე кейსი ალბათ ძალიან სენსიტიურია, მაგრამ კანონი არის კანონი. ყველა უნდა შევეჩვიოთ ქვეყანაში, რომ კანონი უნდა აღსრულდეს, სადაც როგორიც არ უნდა, როგორი მწვავეც არ უნდა იყოს ეს. და მე ვფიქრობ და კითხვა მაქვს ასეთი თქვენი აზრი კიდევ ამასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ რომ პარლამენტი პირადად მე აუცილებლად დაუჭერ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი ქვეყნის გასამტკიცებლად. ეს ნამდვილად იქნება, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ კანონს, კანონმდებლობას და სასამართლო გადაწყვეტილების სასამართლო სისტემის დაცვასაც ვერ მოვახერხებთ. ამიტომ თხოვნა მექნება დროულად მოხდეს ამის დაინიცირება და პარლამენტში მზადავართ ამ საკითხზე ვიმუშაოთ. მადლობა. ბატონო ელია გთხოვთ. დიდი მადლობა ბატონ თავმჯდომარე, დიდი მადლობა მოხსენებისთვის და საინტერესოა ნამდვილად ბატონმა ბეჟანმა
ფაქტიურად მოიცვა ის კითხვა, რის დასმაც მე მინდოდა, მის კითხვაში ეს ყველა ფერი გაჟღერდა, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ დაზუსტება იმისი, რომ მესმის აბსოლუტურად ყველა ის რეკომენდაცია შესასრულებელია და ამას დრო ჭირდება, მაგრამ დაახლოებითი ამის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ რაღაცა დროს როცა ვიტყვით, ეს აუცილებლად იმ რეალობასთან იყოს ახლოს, რისი შესაძლებლობაც გვაქვს. ბევრ ამას ეხება, რა თქმა უნდა, ბატონმა ბეჟანმა ხაზი გაუსვა გამოსახლების თემას, მაგრამ ასევე სამშენებლო პროექტების დაჩქარებაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ჩვენს განსაკუთრებით რეგიონებში არის რაღაცეები, რომელიც არის ყურადღება მისაქცევი და დასაჩქარებელი და რაღაცა სახელი უნდა დავარქვათ ამ ყველაფერს. დიდი მადლობა ბატონ ბეჟას, დიდი მადლობა და დიდი მადლობა თქვენ. მე მგონი კითხვაზე პასუხი გაცემული იყო, მაგრამ დაზუსტება ითხოვეს და გთხოვთ რომ დავაზუსტოთ. შემიძლია მე ვიპასუხო ბატონ პატა, აი რეკომენდაციის ვადებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ჩვენ აუდიტის სამსახურში დანერგილი გვაქვს არის ის სისტემა, ეს არის რეკომენდაციების ელექტრონული მონიტორინგის სისტემა. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უკვე სამოქმედო გეგმა რეკომენდაციებზე რეაგირების წარმოადგინა ამ სისტემით. სისტემაში არის ძალიან დეტალურად განსაზღვრული ვადები და როგორც კი შესრულდება რეკომენდაციები, ბუნებრივია ჩვენ იცით, რომ ამზადებთ ასევე რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშს და წარმოუდგენთ პარლამენტს. ასევე ამავე ანგარიში წარმოადგენთ ხოლმე ინფორმაციას დაუშვათ ვადაგადაცილებული ან არ შესრულებული რეკომენდაციების შესახებ და ბუნებრივია ჩვენი მხრიდანაც ამ საკითხებზე შემდგომი რეაგირება იქნება. მადლობა. ბატონო, გებძანეთ. ძალიან კარგ თემას შეეხება, მე კითხვა მინდა დაგისვა თქვენ. მე არ ვიცი ხარ რამდენად ეხება ეს აუდიტის სამსახურს, მაგრამ იმ დასკვნებში თქვენ თუ გაქვს უფლება, რომ თუ შეატყობთ, რომ რაღაც კანონმდებლობა არასწორია, ნუ დასამატებელია რაღაცა მისაღები, ამისი რეკომენდაცია მიცეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. კი, გვაქვს ამ ტიპის რეკომენდაციები გაცემული გვაქვს, რა თქმა უნდა, თუ პროცესის ეფექტიანობას წინაპირობა არის კანონმდებლობის ცვლილება, რა თქმა უნდა, ამ საკითხებს ვეხებთ. აი, მაგ რეკომენდაციაზე საუბარი ახლა რომ საკანონმდებლოსა. ისა, ბატონ ლაშა, თუ გალბატონ სოფიკოს, თუ სურვილი გაქვთ, დაამატეთ დაზუსტეთ. საკანონმდებლო ცვლილების პაკეტს რაც ეხება, მე როგორც მოგახსენეთ, გვაქვს გარკვეული სამუშაო პროექტები, რომელიც საკანონმდებლო ცვლილების სახით უკვე შემდგომში წარმოდგენილი იქნება შესაბამისი პროცედურის გავლით, როგორც ვთქვით, ეს ეხება დემონტაჟის საქმეებს, გამოსახლების საქმეებს, რომელზეც კანონი გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით დაზუსტებას საჭიროებს. ჩვენ კანონპროექტები მზად გვაქვს, ვადებს რაც შეეხება, იმ ვადებში რა ვადებიც არის ანგარიშის შესრულებისთვის გათვალისწინებული, ჩვენ ამ ვადებში აუცილებლად წარვადგენთ შესაბამის ანგარიშებსაც და იმ შედეგებსაც, რაც ამ რეკომენდაციის შესასრულებლად საჭიროა. კონკრეტულ დეტალებს ცხადია ამ ფორმატის გათვალისწინებით ჩვენ ახლა ვერ განვიხილავთ, რაც შეიძლება გულისხმობდეს საკანონმდებლო ცვლილებები, თუმცა ამ მიმართულებებით, რაც ანგარიში არის მითითებული, ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა და გარკვეული სახით საკანონმდებლო ცვლილების პაკეტები არსებობს. ხომ არ გნებავთ? დაახლოებით როდის წარმოადგენთ, მე ასე გავიგე შეკითხვა, ხო? დაახლოებით. საკანონმდებლო ცვლილების წარმოდგენის ვადას დროსაკურველია მე ვერ გეტყვით, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არ ვართ ის სუბიექტი, ვისაც ინიციატივის უფლება გააჩნია პროცედურების მიყოლით, რაც გულისხმობს ჯერ ზედამხედველი იუსტიციის სამინისტროსთან ერთად შემუშავებას, შემდგომ ალბათ სამთავრობო გზით ან საპარლამენტო ჯგუფის მეშვეობით ეს ისეთი საკითხებია, რომელზეც სამწუხაროდ ეხლა არც გვაქვს მზად პასუხი და ვერც დანამდვილებით ან დაახლოებით ვერ გეტყვით. წელს დაიწყებენ. გეგმა ესე გვაქვს, რომ საშემოდგომოზე უნდა იყოს საკითხები დაყენებული. აბსოლუტურად გასაგებია, როგორც აღნიშნეთ, მაგრამ თქვენი სურვილი როგორია, როგორ არის რეალობა, რა პერიოდში ფიქრობთ, რომ აი ამ ყველაფერს მოახერხებთ? ყველა იმ პროცედურის დაცვით, რა თქმა უნდა, რომელიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. მე გეტყვით, ანუ ჩვენი სურვილი რა თქმა უნდა არის, რომ მაქსიმალურად შემჭირდებულ ვადებში მოხდეს უკვე შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილების პროექტის სამინისტროში შიგნით განხილვა და შემდეგ უკვე ალბათ საშემოდგომო სესიისთვის მოხდეს ამის ყოველ შემთხვევაში ჩვენი ასე ვთქვათ სურვილი ესეთი არის, რომ შემჭირდებულ ვადებში მოხდეს ამ საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივის წარმოადგენა. კი ბატონო, მადლობთ. გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე. შემდეგი საკითხი შეეხება მოვალის ქონების მოძიებაში არსებულ გამოწვევებს.
მოვალის ქონების მოძიება შედეგზე ორიენტირებული აღსრულების მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ამიტომაც ქონების მოძიებასთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი შემდეგ გამოწვევები, რომლებიც გავლენას ახდენს ეფექტიანობაზე. პირველი, მოვალთა რეესტრიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველსაყოფად ბიურო საქართველოს ეროვნული ბანკიდან ავტომატურად ვერ იღებს ინფორმაციას ბანკის ლიცენზირების შესახებ, შესაბამისად ვერ უზრუნველყოფს ბანკებთან მათი ლიცენზირებისთანავე ხელშეკრულების გაფორმებასა და მოვალის შესახებ დაცული ინფორმაციის დაუყოვნებელ მიმოცვლას. ქონების მოძიებისა და დაყადაღების პროცესში ბიუროს მიერ გამოყენებული მიდგომით ყადაღისაგან უსაფუძვლოდ თავისუფლდება ის თანხა, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო პენსიასა და სოციალურ დახმარებას და ირიცხება ამ მიზნით გამოყენებულ ანგარიშებზე. დასაკავებლად გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძიების პროცესში ბიურო ვერ იყენებს ყველა შესაძლო ადმინისტრაციული ორგანოს რესურსს. ბიურო სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ისეთ გამოწვევებზე პასუხს, როგორებიცაა ინფორმაციის მოძიება კრიპტოაქტივზე, ფასიან ქაღალდებსა და სათამაშო ბიზნესში თანხის ვირტუალურად შენახვის საშუალებებზე. აღმასრულების და აღსრულების პოლიციელის კვალიფიკაციის გამოწვევები. ბიუროს არ აქვს დანერგილი სავალდებულო განგრძობითი განათლების სისტემა. ბიუროს მიერ ჩატარებული ტრენინგები სრულად ვერ ფარავს კარგი პრაქტიკით გათვალისწინებულ თემატიკას, ასევე უზრუნველყოფილი არ არის ყველა თანამშრომლის ჩართულობა თითოეულ ტრენინგში და სწავლებას არ აქვს განგრძობითი ხასიათი. ბიუროს შიდა ნორმატიული აქტებით აღსრულების პოლიციას აქვს აღმასრულების თანაბარი უფლებამოსილება. აღმასრულებლისათვის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნად განსაზღვრულია იურიდიული განათლება, ხოლო აღსრულების პოლიციელისთვის სრული ზოგადი განათლება. აღსრულების ეფექტიანად განხორციელებისა და მომხმარებელთან დობის ასამაღლებლად მნიშვნელოვანია თანამშრომლების სამუშაო სირთულის შესაბამისი კვალიფიკაციის უზრუნველყოფა. მატერიალური ტექნიკური ბაზის გამოყენების გამოწვევები ჩაიშალა ორი მიმართულებით: საახსრულებო საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის გამოწვევები, დოკუმენტების ანალიზით, პროგრამაში გამოყენებული ტექნოლოგია მოძველებულია და დგას სისტემის გადაწერის აუცილებლობა, რაც ხელშეუწყობს სისტემის მოქნილობას, ცვლილებების უფრო მარტივად განხორციელებას და ბიუროს შეუფერხებლად მუშაობას. პროგრამაში არსებული კონტროლის სხვადასხვა ნაკლონება ზრდის არაავტორიზებული წვდომის რისკს. ზოგიერთ ტერიტორიულ ბიუროში საქმის განაწილების არგონითი განსხვავდება დანარჩენი ბიუროსგან. საქმეების განაწილების სფეროში უფლებამოსილების მხოლოდ ბიუროს უფროსისათვის მინიჭების მიუხედავად გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ჯგუფის ცვლილება ან საქმის სხვა ჯგუფისთვის გადაცემა განახორციელა არასათანადო პირმა, რაც წარმოშობს საქმეთა არასამართლიანი განაწილების რისკს. საწყობის ფუნქციონირების გამოწვევის მიმართულებით ბიუროს მიერ არასრულყოფილად ხდება საწყობში განთავსებული დაყადაღებული ნივთების ანალიზური აღრიცხვა, რის გამოც ყველა ნივთი არ არის დაკავშირებული საახსრულებო საქმესთან. ამასთანავე საწყობებში ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გაიცა რეკომენდაციები. რეკომენდაცია ნომერი 4. ბიურომ აღსრულების მაღალკვალიფიციურად განხორციელების მიზნით უზრუნველყოს განგრძობადი განათლების სისტემის დანერგვით, თანამშრომლებისათვის კარგი პრაქტიკით გათვალისწინებულ მოდულებში სავალდებულო სწავლების ჩატარება, შესრულების სტატუსი არის მიმდინარე. მოვალის ქონების მოძიებაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით გაიცა რეკომენდაცია ნომერი 5. ბიურომ ქონების ყველა სახეობაზე აღსრულების განხორციელების მიზნით უზრუნველყოს ავტოტრანსპორტის მოძიების პროცესში ყველა შესაძლო ადმინისტრაციული ორგანოს რესურსის გამოყენება, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებთან, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლებთან, სათამაშო ბიზნესის სუბიექტებთან ელექტრონული კომუნიკაციის გზების შემუშავება და მოვალის ქონების მოძიება. აღნიშნული საკითხის შესრულების სტატუსი ასევე არის მიმდინარე. მატერიალურ-ტექნიკური ბაზისთან დაკავშირებით გაიცა რეკომენდაცია ნომერი 6. საახსრულებო წარმოების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით ბიურომ უზრუნველყოს საქმის წარმოების ელექტრონული სისტემის მდგრადი და გამართული ფუნქციონირება, ასევე ტერიტორიულ ბიურებში საქმეთა განაწილება პროგრამული ალგორითმის გამოყენებით. შესრულების სტატუსი არის მიმდინარე. რეკომენდაცია ნომერი 7. ბიურომ ქონების დროული რეალიზაციის მიზნით უზრუნველყოს დაყადაღებული ნივთის საახსრულებო საქმესთან დაკავშირება. შესრულების სტატუსი ასევე არის მიმდინარე. მადლობთ ყურადღებისთვის. მადლობთ. ამ საკითხზე ვინ საუბრობს ბატონოს? სოფო? დიახ. იცით, თქვენ ძალიან კარგად წეგან ახსენით, მადლობელი ვარ. თითქოს არ არის ესეთ საკითხები, მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელი იგივე ბანკებთან მემორანდუმის გაფორმება, როგორ შეიძლება ამის გარეშე, ან საწყობებში. იცით, რაზეც არის საუბარი, ძალიან თქოთ, რომ ეს აუცილებლად უნდა ასრულდეს ყველაფერი. მე მესმის, რომ ახალი ხელმძღვანელობა არის ყველაფერი, მაგრამ არ არის ესეთი რთული საკითხები საწყობში. ორი ერთნაირი ნივთი რომ შევიდეს, სხვადასხვა მე ვერ არკვევენ
რომლის არის რა და იგივე ყველა ბანკთან თუ არ იყო გაფორმებული მემორანდუმი ვერ იღებენ ცნობას რა ხდება ნუ წარმოუდგენელია მის გარშე მუშაობა ამიტომ იმედი მაქვს რომ ისეთი არაფერი რეკომენდაციები არ არის რომელიც გაკეთებაც არ შეიძლება დასაწყისად კი ბატონო მოგახსენებთ ამ საკითხით დავიწყებ და ანგარიშიც ესე არ არის საკითხი გაჟღერებული პირველი ბანკებთან ელექტრონული კავშირი მათთან მემორანდუმის დადების გზით დღეს არსებული ყველა ლიცენზირებული საბანკო დაწესებულება ჩვენთან იყოფება სახელშეკრულებო ურთიერთობაში და მათთან აწყობილი გვაქვს ელექტრონული კავშირი რეკომენდაცია ეხებოდა ინფორმაციის მოძიებას იმის შესახებ როდის აიღო ბანკმა ლიცენზია და ლიცენზიის აღებისთანავე ამ პროცედურის დაწყებას ამისათვის იყო მითითება იმაზე რომ მოხდეს ბანკთან ელექტრონული კავშირი ეროვნულ ბანკთან ელექტრონული კავშირის აწყობა რომლის მეშვეობითაც ჩვენთან ავტომატურ რეჟიმში მოვა ინფორმაცია ბანკის ლიცენზირების თაობაზე ეს რეკომენდაცია რასაკვირველია გასათვალისწინებელია თუმცა პრაქტიკა აჩვენებს რომ როგორც კი შესაბამისი სუბიექტი დაიწყებს სალიცენზიო პროცედურას ის ავტომატურად იწყებს როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან მათ შორის შემოსავლებთან და ყველა შესაბამის უწყებასთან კომუნიკაციას ამიტომ დღეს არსებული ყველა ლიცენზირებული ბანკი ჩვენთან იყოფება როგორც მოგახსენეთ სახელშეკრულებო ურთიერთობაში მემორანდუმების საფუძველზე მათთან ხდება ელექტრონული კავშირის აწყობა რაც იმას ნიშნავს რომ საახსრულებო წარმოების დაწყებისთანავე პრაქტიკულად რეალურ დროში ხდება ჩვენ შორის ინფორმაციის გაცვლა ეს ეხება როგორც მოვალის ქონების მოძიებას ანუ საბანკო ანგარიშებზე ნაშთების არსებობას ისე მასზე შეზღუდვების გავრცელებას და შემდგომში საინკასო დავალების გზით ჩვენ სადეპოზიტო ანგარიშზე გადმოტანას ამიტომ რეკომენდაცია ამ ნაწილში დამეთანხმება სამსახური არ ყოფილა გაცემული რომ არ არსებობს ჩვენ შორის ელექტრონული კავშირები რაც შეეხება რეკომენდაცია ნომერ 4 რომელიც ეხება აღმასრულებისა და აღსრულების პოლიციის კვალიფიკაციის გამოწვევებს რეკომენდაცია ჩვენი შეპასუხების შემდგომ დაზუსტდა და ჩამოყალიბდა განგრძობადი სწავლების დანერგვის მიზნით ამ ნაწილშიც როგორც წეგან მოგახსენეთ საკითხი ეხება პროცესის ფორმალიზებას ანუ ჩვენ უნდა შევიმუშაოთ სპჟ-ს კარგი პრაქტიკით გათვალისწინებული მოდულების გათვალისწინებით სწავლების სისტემა რომელიც შედეგად მოიტანს რომ ჩვენთან ყველა აღმასრულებელს ჰქონდეს თანაბარი მისაწვდომობა იმ მოდულების შესწავლაში რაც გათვალისწინებულია კარგი პრაქტიკით ეს რეკომენდაცია ჩვენთვის მისაღებია და გათვალისწინებული გვაქვს რომ 1 სექტემბრამდე შემუშავდება შიდა მეთოდოლოგია რომელიც განსაზღვრავს პროცედურას როგორ უნდა მოხდეს საერთო ერთიანი ხელმისაწვდომობა ყველა აღმასრულებლისა თუმცა ჩვენ უნდა ვთქვათ რომ იუსტიციის სამინისტროს მოგეხსენებათ აქვს სიპის სახით სასწავლო ცენტრი რომელიც უზრუნველყოფს სისტემის შიგნით თანამშრომელთა გადამზადებას და ჩვენი სტატისტიკური მაჩვენებელი გადამზადებული თანამშრომლების საკმაოდ მაღალი და ტენდენციურად მზარდია რეკომენდაცია ნომერი 5 რომელიც ეხება მოვალის ქონების მოძიებაში არსებულ გამოწვევებს ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მიმართულება და ალბათ თანამედროვეებისთვის ყველაზე საინტერესო ეს გახლავთ კრიპტოაქტივები რომელთან მიმართებითაც ჩვენი მოსაზრებაა რომ გარდა იმ რეკომენდაცია ეხება რომ ვასპებთან ეგრეთ წოდებულ ვასპებთან ანუ სერვის პროვაიდერებთან უნდა აეწყოს ელექტრონული კავშირი რაც ჩვენ მოგცემს საშუალებას ვიცოდეთ ვასპების ზედამხედველობის ქვეშ არსებობს თუ არა ისეთი აქტივები რომელიც ჩვენს წარმოებაში მოვალის სტატუსის მქონე პირს გააჩნია. თუმცა ჩვენ აქვე ალბათ უნდა გავაჟღეროთ ის საკითხი და რეკომენდაციის შეპასუხებაში ჩვენ ეს დავაფიქსირეთ, რომ მხოლოდ ელექტრონული კავშირის აწყობა ვასპებთან ამ საკითხს არ ეყოფა. ჩვენი პოზიციაა, რომ იმისათვის, რათა ელექტრონული აქტივები გამოყენებული იქნას როგორც აქტივი, რომელზეც მათ შორის შეიძლება იძულებით გადახდევინების მიქცევა, აქაც საჭიროა საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, საჭირო მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობს გარკვეული ნაბიჯები გადადგმული ამ მიმართულებით, ჩვენი პოზიციაა, რომ იმისათვის, რომ ეს ქონება სრულად იყოს შემოტანილი საახსრებო წარმოებაში, საჭიროა, რომ განხორციელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და ვიცოდეთ ვირტუალური აქტივების მიმართ რა რეგულაცია არსებობს და ქვეყანა როგორ მიდგომას აყალიბებს ამ მიმართულებით. ჩვენ იმიტომ ვთხოვეთ სამინისტროს და ბატონ ლაშას საქმობრძანება, რომ საკანონმდებლო რაც იქნება სამინისტროს საკამის უფლება დასვა საკანონმდებლო წინადადება და გავაკეთოთ ჩვენ აქ ხარს დაგიჭერთ ყველანაირად. ეს რაღაც ისეთ პირში საუბრობ ჩვენ არ შეგვიძლია ერთი სამინისტრო წარმოადგენთ, ამიტომ თუ არის გასაკეთებელი და თქვენ ასე თვლით, ჩვენ ხარს დაგიჭერთ. ამიტომ ეს არის და ეს არა. აქ უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი და თუ თქვენ თვლით მასე, ჩვენც გვერდზე დაგიდგებით მაგ საკითხის განხილვაში. აგრძელებთ.
რეკომენდაციის შესრულებას რაც ეხება ჩვენთვის მისაღებია რეკომენდაცია და სამ ეტაპად გვაქვს დაყოფილი მისი შესრულების გეგმა. პირველი ეტაპი გულისხმობს, რომ ჩვენ უნდა კომუნიკაცია ავაწყოთ შესაბამის სუბიექტებთან. ეს რეკომენდაცია შესრულდება 1 აგვისტომდე. მეორე რეკომენდაცია ეხება ელექტრონული სერვისის შექმნას და მათთან კომუნიკაციის დამყარებას და ამ ნაწილშიც ჩვენი პოზიცია არის, რომ რეკომენდაცია მისაღებია, შემუშავებულია გეგმა თავისი ვადებით და ვადების შესაბამისად განხორციელდება შესაბამისი აქტივობები. რაც შეეხება რეკომენდაცია 6, რომელიც ეხება ელექტრონული პროგრამის გამოწვევებს, უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ დაწყებული გვაქვს გადაწერა სისტემის, რომელიც 2010 წლიდან არსებობს და ნამდვილად საკმაოდ მოძველებულია მისი ზოგიერთი ფუნქციონალი. ჩვენი სახელშეკრულება ვადა გახლავთ, რომ დეკემბრამდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს. შესაბამისად, დეკემბრის ბოლოსათვის ჩვენ ეს რეკომენდაცია გვექნება შესრულებული და იქნება სისტემა სრულიად ახალ მოდულზე არსებული და ყველა იმ ფუნქციით აღჭურვილი, რაც საჭიროა, რომ ეფექტიანობა მივიღოთ საახსრებო წარმოების. რეკომენდაცია ნომერი 7 ეხება საწყობის ფუნქციონერის გამოწვევებს. აქაც რეკომენდაციაში მითითება, რომ უნდა განხორციელდეს დაყადაღებული ნივთების საახსრებო საქმესთან დაკავშირება. ეს რასაკვირველი არ გულისხმობს, რომ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია საწყობში არსებული ქონებების კუთვნილებასთან დაკავშირებით ან ან საქმესთან დაკავშირებით, თუმცა რასაკვირველია აქაც არის გარკვეული ხარვეზები, რაც უკავშირდება იმას, რომ ზოგიერთი ნივთი მაგალითისთვის რომ ავიღოთ საგადასახადო დავალიანებისთვის დაყადაღებული უამრავი მოძრავი ნივთის სისტემატიზაცია დროში საკმაოდ რთულია. ეს იყო სწორედ ის მიზეზი, რის გამოც რეკომენდაცია იქნა გაცემული და ჩვენი პოზიციაც არის ის, რომ რეკომენდაციის შესრულების მიზნით კიდევ ერთხელ განხორციელდება ინვენტარიზაცია ჩვენ საწყობებში არსებული ქონებების, მოხდება მათი დახარისხება და დაკავშირება კონკრეტულ საახსრებო საქმეებთან. ეს რეკომენდაციაც მისაღებია ჩვენთვის და შესრულების საბოლოო ვადად გათვალისწინებული გვაქვს 2026 წლის 1 თებერვალი. მადლობა. მადლობთ, შეკითხვები ხომ არ არის? ჩვენთვის რაც თავარია, სამინისტრო და ორგანიზაცია ეთანხმება გაცემულ რეკომენდაციებს. ხშირად აქ არის ხოლმე კამათი და განხილვები და მოხარული ვარ, რომ ეს ასე არის, ყველანი თანხმდებით. წარმოადგინეთ ძალიან გასაგებად თქვენი პოზიცია. დიდი მადლობა და მე მგონი დაუჭიროთ ხარი ამ რეკომენდაციებს და გასაგები არ მინდა. საკითხი ამოწურულია, დიდი მადლობა მობრძანებისათვის და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი შესრულდება, რაც ბრძანეთ. მადლობა დიდი, ბატონო ლაშა. გადავდივართ მეორე საკითხზე. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა ზოგადი განათლების სფეროში, ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. სამინისტროდან ჩვენთან ბრძანდება ქალბატონი ბაია კვიციანი, მინისტრის მოადგილე და ქალბატონი ეკატერინე ლეჟავა, სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. ქალბატონო სოფია, ვინ იქნება მოხსენებელი ამ თემაზე? მომხსენებელი იქნება გიორგი კაპანაძე, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. გიორგი, გთხოვთ. მოგესალმებით, მეც მოკლედ მოგახსენებთ მეორე ანგარიშს, ვიცი რომ დროსთან დაკავშირებით შეზღუდვები გვაქვს, შესაბამისად ვეცდები რომ მოკლედ მოგახსენოთ ძირითადი შედეგების შესახებ. მოკლედ ორი სიტყვით გეტყვით мотивაციაზეც, ვეცდები რომ დაახლოებით 10-12 წუთში ჩავეტიო ძალიანად პრეზენტაცია და შემდეგ 4 რეკომენდაცია გვაქვს, რომელსაც ბოლოს პრეზენტაციის ბოლოს მოგახსენებთ. мотивაციაზე მოგახსენებთ, რომ მიზანი თვითონ რომ მოსწავლე გოგოების და ბიჭების სასწავლო შედეგები იყოს გამოთანაბრებული და გოგოებს ხელი შეეწყოთ STEM, ეგრეთ წოდებულ STEM საგნებში მონაწილეობს, უფრო მეტი მონაწილეობისკენ ეს დიდი ხანია გამოცხადებული მიზანი არის სამინისტროსი და ზოგადად ეს არის ასევე გლობალური ტენდენცია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ მომავლის პროფესიები არიან ამ STEM-თან დაკავშირებული, ტექნიკურ საგნებთან დაკავშირებული, რომლებიც შედარებით ასევე მაღალანაზღაურებადია და ხელს უწყობს მრავალი სოციალური მიზნის მიღწევას, მათ შორის ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად мотивация იყო ჩვენი, რომ გვენახა სამინისტრო რამდენად აკეთებდა მაქსიმუმს, რამდენად ქმედითი ღონისძიებები ქონდა იმისთვის, რომ
ეს მიზანი ყოფილიყო მიღწეული ზოგადი განათლების ნაწილში. თვითონ შესწავლის საგანი იყო 3 ნაწილისგან შედგებოდა. პირველი შევხედეთ თვითონ ზოგადი განათლების სტრატეგიას, ანუ სტრატეგიაში ამ გოგოების და ბიჭების თანასწორობის შესახებ რამდენად იყო მიზნები განსაზღვრული, რამდენად ეს საკითხები იყო სისტემურად დამუშავებული და ასახული სტრატეგიაში. მეორე საკითხი ეხებოდა უშუალოდ ეროვნულ სასწავლო გეგმებს და თვითონ სახელმძღვანელოებს, რომლითაც ისწავლება ესა თუ ის საგანი და ამ შემთხვევაში ჩვენთან ქალის და მამაკაცისა თანასწორობის საკითხები და მესამე საკითხი ეხებოდა მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, რომელიც თავისთავად ცალკე მდგომი დიდი საკითხია, თუმცა ჩვენ შევხედეთ, რა თქმა უნდა, თანასწორობის ნაწილშიც, იმიტომ რომ ერთია როგორ რა წერია წიგნში და მეორე მიწოდების ნაწილშიც მასწავლებლებს ამ ნაწილში საკმაოდ დიდი ფუნქცია აქვთ. ობიექტები, აუდიტის ობიექტები ყავდა განათლების და მეცნიერების სამინისტრო და მისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. აუდიტის პერიოდი იყო 2018-23 წლები, თვითონ ანგარიში 2024 წლის დასასრულში დავამტკიცეთ. ძირითად მიგნებებზე რო გადავიდეთ ახლა და რეკომენდაციებზე. პირველი მიგნება რაც შეეხებოდა ზოგადი განათლების სტრატეგიაში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხების ინტეგრირებას. ამ ნაწილში ვნახეთ, რომ სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში ზოგადი განათლების მიმართულებით მოსწავლე გოგოების და ბიჭების უთანასწორობის პრობლემების იდენტიფიცირება და ამ საკითხების გათვალისწინება არ იყო სრული, ანუ ამაში გულისხმობთ, რომ სამინისტროს არ ქონდა გამოყენებული უკეთესი პრაქტიკით განსაზღვრული მიდგომა, თუმცა გარკვეული საკითხები, რა თქმა უნდა, არის ასახული სტრატეგიაში, რომელიც ეხება თანასწორობის საკითხებს, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ მაგალითად ზოგიერთი სტრატეგიული მიზანი სამოქმედო გეგმაში, ანუ ამოცანებში არ იყო გადაყვანილი სათანადოდ და იყო გარკვეული საკითხები, რომელიც გენდერის, ანუ სქესის ჭრილში არ იყო სათანადოდ გაანალიზებული და ამის მიხედვით შემდეგ უკვე სტრატეგიაში ასახული. ძირითადად სამინისტრო ამ ნაწილში ეყრდნობოდა არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებს, რომელიც თავისთავად კარგია, თუმცა ჩვენი აზრით ამ საკითხს სჭირდება უფრო მეტი სისტემატიზაცია და უფრო ჰოლისტიკური მიდგომა სამინისტროს მხრიდან. ასევე იგივე მიგნების გაგრძელება არის ის, რომ თვითონ სტატისტიკასაც თუ შევხედავთ სასწავლო შედეგების ბავშვების სკოლის ბავშვებზე არის საუბარი. ამ შემთხვევაში ტექნიკურ საგნებში, STEM-ში საქართველოს აქვს გოგოებს აქვთ უკეთესი შედეგი ბიჭებთან შედარებით ამ ტექნიკურ საგნებში, რაც ხშირ შემთხვევაში სტერეოტიპულ წარმოდგენას ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ ზოგადად მიჩნეულია, რომ ბიჭები ვითომ ტექნიკურ საგნებს უფრო უკეთესად სწავლობენ, თუმცა ჩვენთან რეალობაში 66% მაღალი ქულების არის გოგოებზე მოდის, ასე ვთქვათ. და მხოლოდ თუმცა თუ შევხედავთ ამ მაღალი ქულების მქონე ბავშვებიდან რამდენს უნდა შემდეგში რომ ამ მიმართულებით განვითარდეს, მხოლოდ 35%-ს უნდა გოგოების, ვისაც მაღალი ქულები ყავს, მარტო 1/3-ს უნდა რომ STEM მიმართულებით გააგრძელოს სწავლა, თუმცა ბიჭების 70%-ს უნდა ამის გაგრძელება. თუმცა იმ შემთხვევაში თუ ბავშვებს, რომელსაც მაღალი ქულები აქვთ, მაღალი ინტერესიც აქვთ ამ საგნის 71%-ს უნდა გოგოების უკვე ამ მიმართულებით, ანუ STEM-ის ტექნიკური მიმართულებით სწავლის გაგრძელება, ხოლო ბიჭებს აბსოლუტურად ყველას, ვისაც დიდი ინტერესი აქვს და მაღალი ქულა აქვს, 100%-ს უნდა უკვე STEM-ში წასვლა. ანუ ეს სტატისტიკა რაზე მეტყველებს, რომ პირველი იმაზე მეტყველებს, რომ ბუნებრივია ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რომ შეიძლება გოგოებს და ბიჭებს და ზოგადად ქალებს და კაცებს სხვადასხვა ინტერესები ჰქონდეთ, ბუნებრივია თანდაყოლილი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ინტერესის შემთხვევაში გოგოების პრეფერენცია დიდად იცვლება, ინტერესი ჩვენ არ გონია, რომ არის ფიქსირებული მოცემულობა და არ შეიძლება, რომ ბავშვის ინტერესი ამ მიმართულებით გაიზარდოს. შესაბამისად, გონია, რომ აქ მეტის გაკეთება შეიძლება, რომ გოგოებს ინტერესი გაიზარდოს და შესაბამისად მეტი ასპარეზი მიეცეთ
ამ მიმართულებით. მეორე საკითხზე რო გადავიდეთ, ეხებოდა ეროვნული სასწავლო გეგმას და სახელმძღვანელოებში ქალის და მამაკაცის თანასწორობის საკითხების ინტეგრირებას. აქ არის ერთი ნაწილი, რომ საერთაშორისო კრიტერიუმით შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფისთვის გაწერილი ქალის და მამაკაცის თანასწორობის საკითხები სათანადოდ არ არის ასახული ეროვნული სასწავლო გეგმის საზოგადოებრივი მეცნიერების საგნის სახელმძღვანელოებში. ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, არის გარკვეული საგნები, რომელიც წესით უნდა ემსახურებოდნენ თანასწორობის საკითხების უკეთ გადმოცემას დაწყებით კლასებში, რომლებიც სახელმძღვანელოებში არ არიან, არც ეროვნულ სასწავლო გეგმაში და არც სახელმძღვანელოებში სათანადოდ არ არიან ასახული. აქ მოყვანილი გვაქვს ერთი შემთხვევა, როდესაც ექიმის საათის საპილოტე პროგრამის ფარგლებში ცხრილ ხელმარცხნე მოცემულია კლასებში რა საგნებიც ისწავლება, მაგალითად მესამე კლასში ისწავლება თანასწორობის და გავრცელებული სტერეოტიპების საკითხებზე მსჯელობა, მეოთხე კლასში არის ცნობიერების გაზრდა საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპებისთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ყველას აღარ ჩამოვთვლით, თუმცა ეროვნული საზოგადოებრივი მეცნიერების საგნებს თუ შევხედავთ, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით არის გათვალისწინებული, მხოლოდ მესამე კლასში არის ეს საკითხი გათვალისწინებული და მეოთხე, მეხუთე, მეექვსეში უკვე აღარ არის წარმოდგენილი. ანუ ჩვენ მოყვანილი გვაქვს, რომ ეს კარგი პრაქტიკა, რომელიც სამინისტროს 12 სკოლაში ქონდა საპილოტეთ დანერგილი, რეკომენდებულია, რომ გავრცელდეს და გადმოსული იქნას ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც. კიდევ ერთი საყურადღებო საკითხი, რაც იყო თვითონ სახელმძღვანელოების გრიფირებას ეხებოდა, ანუ აუდიტის ფარგლებში ვნახეთ ბევრი 58 გრიფირებული სახელმძღვანელო შევისწავლეთ, რომლის ფარგლებშიც არიან რიგი სახელმძღვანელოები, რომლებიც გრიფირების კრიტერიუმს აკმაყოფილებენ, თუმცა ეს ბიჭების და გოგოების თანასწორობის საკითხები ნაკლებად არის ამ სახელმძღვანელოებში წარმოდგენილი. შესაბამისად, როდესაც ჩავატარეთ გარკვეული პროცედურები ამ საკითხებში ჩართულ ექსპერტებთან დაკავშირებით, მათგან დიდმა უმეტესობამ აღნიშნა, რომ მათთვის დიდად დამხმარე იქნებოდა გარკვეული გაიდლაინების და ტრენინგების ქონა, რომ ეს საკითხები უკეთ გაეთვალისწინებინათ სახელმძღვანელოების გრიფირების დროს. და მესამე საკითხი, პროფესიული განვითარება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. ამ შემთხვევაში არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც ეს სტერეოტიპული მიდგომები მასწავლებლების მხრიდან კვლავ ფიქსირდება, ეს ძირითადად თვითონ მოსწავლეების გამოკითხვის შედეგად მივიღეთ. ეს შედეგები 112 სკოლაში ჩავატარეთ გარკვეული პროცედურები, დაახლოებით 500-მდე მაღალი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს გამოვკითხეთ ეს საკითხები და აქ ჩანს, რომ გარკვეული სტერეოტიპული მიდგომები მასწავლებლების მხრიდან მაინც შეინიშნება, მოლოდინებით სხვა არის ბიჭების მიმართ, მიდრე გოგოების მიმართ, ასევე კარიერული არჩევის კუთხითაც. შესაბამისად, ჩვენ გონია, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამის არის ის, რომ თვითონ მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტი არ მოითხოვს მასწავლებელთა მხრიდან ქალის და მამაკაცის თანასწორობის საკითხების კუთხით ცოდნის ცნობიერების ან გამოცდილების არსებობას. ანუ თვითონ სტანდარტი არ აქვს მასწავლებელს ადგენილი ამ მხრივ, რას უნდა აკმაყოფილებდეს და არის გარკვეული ნაკლოვანებები თვითონ ამ ტრენინგ მოდულის ჩატარების მხრივაც, მაგრამ უფრო ძირითადად ალბათ აქ სტანდარტიდან უნდა დაიწყოს საქმე და შემდეგ უკვე ტრენინგი უნდა მიყვეს. და ამ ჩამოთვლილ საკითხებთან ამ სამ თემასთან დაკავშირებით, ესე ვთქვათ, გვაქვს გაცემული 4 რეკომენდაცია, რომელსაც ახლა წაგიკითხავთ. პირველი რეკომენდაცია გვაქვს, რომ სამინისტრომ განათლების სფეროში მოსწავლე გოგოების და ბიჭების თანასწორობის საკითხების უკეთ ინტეგრირების მიზნით გააუმჯობესოს განათლების სტრატეგიული ამოცანების დასახვისა და ღონისძიებების დაგეგმვის მოქმედი პროცესი. საერთაშორისო კარგი პრაქტიკის შესაბამისად, რაც გულისხმობს თავის თავში, რომ განსაზღვროს მოსწავლე გოგოებისა და ბიჭების თანასწორობის საკითხების სათანადოდ გამოვლენისთვის განსახორციელებელი აქტივობები და მოსწავლე გოგოებისა და ბიჭების თანასწორობის ღონისძიებების დაგეგმვისას გათვალისწინებულ იქნეს ზოგადი განათლების დონეზე ინიციატივები STEM საგნებში გოგოების მოტივაციის ინტერესის გაზრდის მიზნით. მეორე რეკომენდაცია არის
რომ სამინისტრომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხების ინტეგრირების პროცესის გაუმჯობესების მიზნით სამინისტრომ უზრუნველყოს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის გადასცემვა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებში ექსპერტული ცოდნის და გამოცდილების მქონე პირების ჩართულობით და ასევე პროცესში მონაწილე პირების ცნობიერების ამაღლება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხების ინტეგრირების განხორციელების კუთხით და საერთაშორისო კარგი პრაქტიკით დადგენილი მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფებისთვის საზოგადოებრივი მეცნიერების საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებში შესაბამისი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხების გათვალისწინება. მესამე რეკომენდაცია არის, რომ სამინისტრომ გრიფირების პროცესში სახელმძღვანელოების და სერიების ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ჭრილში შეფასების გაუმჯობესების მიზნით შემუშავდეს დამატებითი საგანმანათლებლო რესურსები, მაგალითად როგორიცაა სახელმძღვანელო მითითებები და ტრენინგები პროცესში ჩართული პირებისთვის და ბოლოს რეკომენდაცია, რომელიც ეხება თვითონ მასწავლებელთა პროფესიულ სტანდარტს და მათ განვითარებას, მასწავლებელთა მხრიდან ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით სტერეოტიპების აღმოსაფხრელად და თანასწორი განათლების პირობების შესაქმნელად მიზანშეწონილია, რომ მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტი გადაისინჯოს, რათა მასწავლებელთა მიმართ მოთხოვნებში გათვალისწინებული იქნას ეს საკითხები და შემდეგ შეიქმნა სათანადო ტრენინგ მოდული, რომელიცაც მოცული იქნება საერთაშორისო პრაქტიკით არსებული ყველა საჭირო ინფორმაცია ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით და აღნიშნული საფუძველზე სისტემატურად გადამზადდნენ მასწავლებლები. ძირითადი ძალიან მოკლედ, ახლა ანგარიში საკმაოდ დიდი არის, მაგრამ ძალიან მოკლედ ეს იყო დედააზრი, რაც შეეხება თვითონ სამინისტროსთან თანამშრომლობას და კომუნიკაციას, საკმაოდ კარგი თანამშრომლობა ჰქონდა ჩვენი აზრით. სამოქმედო გეგმა წარმოდგენილი აქვს სამინისტროს დაახლოებით 1 თვის წინ. რეკომენდაციებზე მეტნაკლებად შეთანხმებულები ვართ, ძირითად ნაწილზე არის გარკვეული საკითხები, რომელიც განსაკუთრებით პირველი რეკომენდაციაში, რომელიც დაზუსტებას საჭიროებს, თუმცა ძირითადად გეგმა მიღებული გვაქვს და ამაზე უკვე მონიტორინგს მივყვებით, როგორც პროცედურა ითვალისწინებს. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობთ. შეკითხვები აქვთ რამე? თუ პასუხს მოუსურვებთ. ბრძანეთ. მოგესალმებით. ძალიან ცელი მოხსენება იყო და მნიშვნელოვანი, მაგრამ მე მგონი აქ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, როდესაც თქვით, რომ არის ტრეინინგები უნდა ჩატარდეს პედაგოგებთან, რაც შეიძლება მაღალი აკადემიური მაჩვენებელი კონდეს და კარგად ასწავლონ ბავშვებს. და რა მგონია, რომ ამ მიმართულებით რამე პრობლემა ხმე ჩემი დაგვირებას ვამბობ და არ ვიცი ხა თქვენ გამოკვლევები ჩაატარეთ, უფრო გოგოები უფრო ჯაბლიან ბიჭებს, ამიტომ ამ მიმართულებითაც უნდა იყოს. დანარჩენი ახლა მე მგონი, რომ ყველაფერი სწორია არის და მთავარი აქ არის ერთი რამ, რომ პედაგოგმა უნდა ასწავლოს ხარისხიანად და მაღალი აკადემიური ცოდნით უნდა იყოს ის. დანარჩენი ეს პრობლემები მე მგონი ამასთან არის მიმული და ეს აუცილებლად გადაწყვეტავს ყოველივე ამას და ამ მიმართულებით უნდა გაამახვილოთ ყურადღება. ბატონო ილია ბრძანეთ. მოგესალმებით. ერთი რაღაცის დაზუსტება მინდა. თქვენ თქვით, რომ პროფესიული განათლების ეს გამოკითხვა ჩაატარეთ. მაინტერესებს თუ არის განსხვავება დიდ ქალაქებში და რეგიონებში არსებული სკოლების შორის ამ გამოკითხვის შედეგებში. რამდენად იქ უფრო შეიძლება იყოს მოთხოვნადი ან პირიქით თუ არ არის? აი ამის დაზუსტება მინდა თუ შეიძლება. მადლობა. მადლობთ კითხვისთვის. რაც შეეხება ერთ წუთი ქალბატონ რიბოსტყო. მოგესალმებით, უქმესი მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის უპირველესი ამოცანა განათლების სისტემა და მასში შემავალი ყველა კომპონენტი. მივესალმები განათლების სამინისტროს და ძალიან საინტერესოა ის კვლევა, რომელიც თქვენ წარმოადგენთ. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ თქვენს გამოსვლაში ახსენეთ, რომ რა თქმა უნდა, როცა სკოლის პერიოდში სჭარბობა გოგონების აკადემიური მოსწრება და ვაჟების აკადემიური მოსწრება, თუმცა პროფესიის არჩევის დროს პირიქით არის. რა კეთდება ამ თვალსაზრისით? იმიტომ რომ მიღებული ტექნიკური ცოდნა, რომელიც გააჩნია ქალებს და შემდეგ არ იქნას დაკარგული ეს ცოდნა. და მეორე საკითხი, თქვენ ბრძანეთ, რომ 2022-2030 სტრატეგიის დოკუმენტში შემუშავებული ამ მიმართულებით ის, რომ განსაზღვრულია თავიდან ბოლომდე პრიორიტეტი და არის მთავარი ამოცანა თანასწორობა და აქვე თქვით, რომ დაგეგმილი ღონისძიებები ნაკლებად პასუხობენ მამაკაცისა და ქალის თანასწორობის მიმართულებით ზოგად განათლებაში
არსებულ საჭიროებებს. რას გულისხმობთ ამ არსებულ საჭიროებებში, ეს დიდი თემაა და ალბათ კონკრეტიკად ძალიან საინტერესო იქნებოდა და ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემ კოლეგებს მე დავეთანხმები, რომ თავარი არის ამ შემთხვევაში მასწავლებელი და რა კეთდება სწორედ იმისათვის, რომ მასწავლებელთა სახლში რომ ჩვენ გვყავდეს მაღალ დონეზე გადამზადებული პედაგოგი, რათა მოსწავლეს მიეწოდოს ის ცოდნა იმ სახელმძღვანელოს მიხედვით. მე ვიცი რომ განათლების სამინისტრო ამ კუთხით ძალიან ბევრ ახლებურ საკითხებს, ახლებური მიდგომა აქვს და ბევრ საქმეს აკეთებთ, მაგრამ იქნება ამ მიმართულებით კონკრეტულად უფრო მეტი გითხრათ. დიდი მადლობა. მადლობთ. ბატონო გიორგი, თქვენი კუთხით უპასუხეთ, ბევრი შეკითხვები ქალბატონ ბაიასთან იყო და ამიტომ გთხოვთ მოკლედ. მადლობა, შევეცდები უპასუხოთ, თუმცა ბოლომდე რაღაცებზე პასუხი არ მაქვს. იმედია აუდიტის ჯგუფი დამეხმარება, რაც შეეხება ამ რეგიონალურ განაწილებას, ბატონ ილიას კითხვაზე. რაც შეეხება ახლა მე რაც მახსოვს ამ ანგარიშიდან და თვითონ ანგარიშიც რაც არის მოცემული, ის ტენდენცია რეგიონების მიხედვითაც რა თქმა უნდა შევხედეთ, ეს რო ვთქვით, რომ 112 სკოლა შევარჩიეთ, ეს 5 რეგიონზე იყო და 500-მდე ბავშვი იყო. რაც შეეხება თვითონ სწავლების გამოწვევის ნაწილში არ ყოფილა რეგიონებში განსხვავება ბოდიში ხო ერთი ის რა მე ეგ უნდა მეთქვა ოღონდ სხვა ჭრილში ანუ ქულების ანუ ნიშნების აკადემიური მოსწრების ნაწილში განსხვავებები არ არის თბილისშიც უკეთესები არიან გოგოები და რაიონებშიც ეს პროცენტული პუნქტები დაახლოებით 2-3-ის ფარგლებში მერყეობს ანუ დიდი სხვაობები არ არის ტენდენცია ის არის რომ გოგონები ყველგან უკეთესები არიან საშუალოდ მათ შორის თბილისის და რეგიონებშიც. უბრალოდ ეს ნაწილი ახლა სიმართლე რომ გითხრათ, ზუსტად სტატისტიკა რომ თვითონ მასწავლებლების შეფასება როგორი იყო ეს მარიამ. არ განსხვავდებოდა მოგესალმებით. არ განსხვავდებოდა რეგიონებსა და თბილისის შორის არადაირად სტატისტიკა. იქაც უმაღლეს ქულებში გოგონები იყვნენ კარგით, მაშინ ჯობია ქალბატონმა ბაიამ მოგვახსენოს რა კეთდება ამ კუთხით და პროგრამებით ამ სიტუაციაში. მოგესალმებით, ბატონ თავმჯდომარე, მოგესალმები პარლამენტის წევრებს, დამსწრე საზოგადოებას, მადლობას მოვახსენებ აუდიტის სამსახურს ანგარიშის წარმოდგენისთვის და რეკომენდაციების წარმოდგენისთვის. მე აუცილებლად სანამ გადავალ პასუხებზე მინდა სამინისტროს პოზიციაც გავაჟღერო, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ერთიანი სტრატეგია განათლებისა და მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო ეფუძნება რამდენიმე ქვაკუთხედს და აქედან ერთ-ერთი ეს გახლავთ თანასწორი ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებაზე და ინკლუზია, რაშიც ბუნებრივია მოიაზრებიან გოგონებიც და ბიჭებიც და მათი თანასწორი ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებას. ამიტომ ეს არის ამომავალი წერტილი, ერთ-ერთი ამომავალი ფუნდამენტი, რაზეც ეფუძნება შემდგომ უკვე სტრატეგია. თუმცა მე ბატონ გიორგის დავეთანხმები, რომ აღსრულების ნაწილში არის გამოწვევები, ჩვენ აქ ვაწყდებით არა მხოლოდ რიგ ტექნიკურ საკითხებს, არამედ აქ როგორც ითქვა, არის სტერეოტიპული მიდგომები, როგორც არის ბავშვების მშობლებში, ასევე არის მასწავლებლებში, რომელიც არც თუ ისე ადვილი დასამარცხებელია, მოგეხსენებათ სტერეოტიპი ყველაზე რთულად დასამარცხებელი ფენომენია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამაზეც ამ რეკომენდაციებზე, რაც წარმოდგენილი იქნა რეკომენდაციების მიღების შემდგომ არ დაგვიწყია და ყოველწლიურად მუშაობთ ამ მიმართულებით, თუმცა რა თქმა უნდა არის გასაუმჯობესებელი და სისტემური და ჰოლისტური მიდგომები, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არის საკითხი, რომელიც ჩვენთვის ნამდვილად პრიორიტეტია და რა გაკეთდა, როდესაც კითხვა დაისვა იმ STEM მიმართულებით, STEM საგნების მიმართულებით, რომ განთანაბრდეს ინტერესი და мотиваცია გოგონების და ბიჭების, ჩვენ ახლა უკვე 2025-26 წლის სასწავლო წლისთვის უკვე ვამზადებთ, რომ STEM ლაბორატორიები და STEM კლუბები იყოს აღჭურვილი. შესაბამისად, იმისათვის, რომ შემდგომ უკვე მოსწავლეებმა ამით დარასარგებლობა შეძლონ, უკვე 200 სკოლით ვიწყებთ და შემდგომ გვინდა, რომ ყველა სკოლა მოვიცვათ ამ STEM ლაბორატორიებით და ამ რეკომენდაციის გათვალისწინებით სწორედ იქნება ყველა სკოლაში, სადაც STEM კლუბები იარსებებს, რეკომენდაცია გაცემული, რომ გოგონები განსაკუთრებულად ხელშეწყობილები იქნენ ამ მიმართულებით, რომ დაინტერესონ და მათი мотиваცია აამაღლონ.
აქედან გამომდინარე ასევე ჩვენ საქართველოს გოგო მოსწავლეთა გუნდები ყოველწლიურად მონაწილეობენ გოგონათა საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში, ეს არის მათემატიკასა და ინფორმატიკაში და ყოველწლიურად ვცდილობთ რომ მონაწილეობა მივიღოთ ამ საერთაშორისო, ესე ვთქვათ, სასწავლო ოლიმპიადაშიც. ეს რაც შეეხებოდა პირველ რეკომენდაციას. მე ქალბატონ ეკასაც ვთხოვ, რომელიც ზოგადების დეპარტამენტს წარმოადგენს თუ რამის დამატებას უშემდგომ დაამატოს, თუმცა მე აქვე ვიტყვი რომ რაც შეეხება რევიზირებულ ეს გრიფირებასთან დაკავშირებით სახელმძღვანელოები ახსენეთ, ჩვენ ამ რევიზიებს ამ სახელმძღვანელოების ვახორციელებთ გენდერის, ესე ვთქვათ, ექსპერტის ჩართულობით და ეხლა უკვე ახალი სახელმძღვანელოები, როდესაც გამოვა, კიდევ უფრო აქტიურად იქნება ეს საკითხი განხილული და არის უკვე რიგი რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით და ასევე რაც შეეხება ჩვენ ასევე თანამშრომლობთ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე ინოვაციის ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტთან, იგივე I2Q-სთან, რომელმაც ასევე უზრუნველყო რევიზირებული საგნობრივი სტანდარტების გადახედვა და ჩვენ რიგი რეკომენდაციები გვაქვს მიღებული ამ მიმართულებით და ამაზეც მიმდინარეობს მუშაობა და რაც შეეხება მასწავლებლების გადამზადებას, ეს მუდმივი პროცესია და მასწავლებლის სახლი ამას მუდმივად ახორციელებს, უბრალოდ არის აქ როგორც ახსენეს სტერეოტიპული მიდგომები და ის პროგრამები და ის ტრეინინგები რაც იგეგმება ამ რეკომენდაციას რა თქმა უნდა გულისხმობს და ვცდილობთ რომ მაქსიმალურად გამოწვევების და მიუხედავად გავაუმჯობესოთ ამ მიმართულებით მუშაობა. თუ ქალბატონ ეკასურს რამის დამატება, ვთხოვ რომ დაამატოს. დიდი მადლობა. მოგესალმებით ბატონ თავმჯდომარე დეპუტატებო, მადლობა სუხდი სახელმწიფო აუდიტის ჯგუფს, ნამდვილად მნიშვნელოვანი თემაა და საყურადღებო თანასწორობის საკითხები, საჭიროებს, მუდმივ ადვოკატირებას და სტერეოტიპების ხვევას, ვიცით ყველამ რომ საკმაოდ დიდი დრო ჭირდება. მე დამატებით დავამატებდი, რომ ეხა საგანმანათლებლო პროგრამებს უწევს კლასტერული აკრედიტაცია და მასწავლებელთა პროფესიაში შესვლისთვის, საბაკალავრო საუნივერსიტეტო პროგრამებშიც იქნება გაძლიერებულად ასახული თანასწორობის საკითხები, რათა მასწავლებლების ახალმა თაობამ უკვე ახალი ხედვით შეძლან საკლასო ოთახებში, პროცესების უკეთ წარმართვა. მასწავლებელზე მნიშვნელოვანია დამოკიდებული, შეიძლება იმ მცირე სხვაობებმაც კი, მაგალითად ბიჭ მოსწავლეს ცოტათი მეტი დრო დაუთმონ დაუშვათ პირობითად ფიზიკის ამოცანის ამოხსნისთვის ჩაუღრმავდეს თუ ვერ გაიგო რაღაცა და შეიძლება გოგონასთან შედარებით სუბუქად ნაკლებად გაიგო და ასე ვთქვათ გადააბალახა და გააგრძელა. თუმცა შედეგები აჩვენებს რომ გოგონები უკეთესად სწავლობენ და გოგონების უკვე საუნივერსიტეტო დონეზე მოსაზიდად ფიქრობ შეიძლება გამოყენებულ იქნას კარიერის დაგეგმვისა და პროფორიენტაციის პროგრამებში, გოგონების თვალთახედვის, არეალის ცვლისთვის, მეტი აქტივობები განხორციელდეს. დიახ და კი ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მშობლებთან მუშაობა, სტერეოტიპების ხვევის ნაწილში. კარგით, მადლობთ. დიახ, კი ვადები მისაღებია, ძირითადად შეთანხმებული ვართ, ეროვნული სასწავლო გეგმის გადამუშავების მიმართულებით გარკვეული სამუშაოები უკვე გაწეულია და უახლოეს პერიოდში დამტკიცდება, გენდერული ექსპერტის მიერ რევიზირებული ეროვნული სასწავლო გეგმა, რევიზირებულ ეროვნულ სასწავლო გეგმას ეყრდნობა მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის და სასკოლო სახელმძღვანელოებიც, ეს მთავრდები პროცესია და ვადები მისაღებია და ყველა აქტივობა იმედი გვაქვს არ იქნება ხელშემშლელი გაუთვალისწინებელი გარემოებები დროულად შესრულდება. კარგი, მადლობთ. ხომ არ აქვს ვინმეს დამატება, შეკითხვა? მადლობა, აქაც რეკომენდაციების მოგესალმებით, ყველას მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, ჩართულობისთვის. მოკლედ გვაქვს ესეთი კითხვა, გვაინტერესებს საზოგადოებასაც აინტერესებს, პროფესიულ სასწავლებლებში კურსდამთავრებულების დასაქმების სტატისტიკა როგორი გვაქვს, როგორც
გოგონებში ასევე ბიჭებში თუ შეიძლება, იმიტომ რომ რეგიონებში ზოგადად ოპერატორ კომპანიებში არის მოთხოვნები სერტიფიცირებულ კადრებზე და ამ მიმართულებით კურსდამთავრებულები რამდენად საქმდებიან, რა პროცენტული მაჩვენებლით და არის თუ არა მოთხოვნა და რა დოზით არის მოთხოვნა, თუ შეიძლება. მადლობა. მე ხა ეს გამიჭირდება ციფრების მოყვანა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ძალიან დამოკიდებულია სექტორზე, რომელ სექტორზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ არის მაგალითად მშენებლობის მიმართულება, სადაც ძალიან მალე საქმდებიან, არის მაგალითად IT მიმართულება, სადაც დასრულებას ვერ ასწრებენ თვითონ კურსის უკვე დასაქმებულები არიან, თუმცა არის სხვა უფრო ნაკლებად ესე ვთქვათ პოპულარული სექტორები და ინდუსტრიები, სადაც უჭირთ დასაქმება, ან პირიქით მაღალია ძალიან კონკურენცია, თუნდაც კულინარიის მიმართულებით და ვერ საქმდებიან ისე აქტიურად. თუმცა ჩვენი მხრიდან ეს უნარების სააგენტო, რომელიც კურირებს გავს საკითხებს, ძალიან აქტიურად მუშაობს დღესდღეობით დასაქმების სააგენტოსთან ერთად. აკეთებენ სხვადასხვა ესე ვთქვათ დასაქმების ფორუმებს, რამდენიმეჯერ იმართება ეს წლის განმავლობაში და ჩვენ მოგეხსენებათ ახლა ინტეგრირებული პროფესიული კურსებით შევედით ესე ვთქვათ სკოლებშიც, საჯარო სკოლებშიც და იქაც იმართება საინფორმაციო კამპანიები სწორედ დასაქმების მიმართულებით და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ამავე ცნობიერება და დავაკავშიროთ ბიზნესს ადამიანები, დასაქმების მოსურველი ადამიანები და ის სწორედ ამაში ვხედავთ ჩვენ ძალიან დიდ როლს და ამაზე ძალიან დიდ ესე ვთქვათ რესურსს ვამახვილებთ რომ მაქსიმალურად მოხდეს დაახლოება ამ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების კერძო სექტორთან. კი ბატონო, მადლობთ. კარგი, დიდი მადლობა ყველას მოგზანებისათვის. აქაც იგივეა რეკომენდაციებზე პრობლემა არ არის და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.